ბატონო ბარნიე, დიდი მადლობა, რომ ევრონიუსზე მობრძანდით. თქვენ ბრექსიტის პროცესის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ბრძანდებოდით. როგორია თქვენი შეფასება 10 წლის შემდეგ? ბრექსიტიდან 10 წლის თავზე ეს მოვლენა ორივე მხარისთვის ისევ წამგებიანია. ასე რომ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა იყო ბრექსიტის მიზეზები, რატომ მისცა ბრიტანელების 52%-მა ხმა ევროკავშირის წინააღმდეგ. ბრიუსელი ყველა ნაციონალისტისთვის, მათ შორის ნაიჯელ ფარაჟისა და ბორის ჯონსონისთვის, ერთგვარი განტევების ვაცი იყო. ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. პასუხების უფრო დიდი წილი ლონდონზე ან რეგიონებზე მოდის, თუმცა მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ბრექსიტი შედგა. ის უკვე ძალაშია და ახლა რაც შეიძლება კარგად უნდა ვიმუშაოთ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მიღწეულია და სხვა არჩევანის საშუალება აღარ იქნება. თუმცა ჩვენ უამრავ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით, ჩემი აზრით. როდესაც გისმენთ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენი აზრით ეს პროცესი უკვე დასრულდა. ევროკავშირში დაბრუნების ირგვლივ წამოწყებული საუბარი ფანტაზია? არა, ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ 10 წლის წინ სუვერენული კენჭისყრის გზით მიღებული გადაწყვეტილება ბრექსიტის შესახებ სისრულეშია მოყვანილი, მაგრამ მომავალი ახალ კარს ხსნის და ეს კარი ღიაა. კარი ღია? დიახ, კარი ღიაა და დიდ ბრიტანეთის მთავრობამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად იციან პირობები. მაინც როგორია ეს პირობები, რადგან ჩემი აზრით დიდ ბრიტანეთში ის ხალხი, რომელმაც ბრექსიტის დანერგვას სცადა, ჩიხში აღმოჩნდა ეკონომიკის კუთხით, რადგან ამ მიდგომამ არ გაამართლა, ხოლო იმათ, ვინც გადატვირთვას ცდილობს, უჭირთ იმის ახსნა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. შეუძლებელია ნამცხვარი თან ჭამა და თან ხელუხლებად დაგრჩეს. ორ ქორწილში რედულად ვერ იცეკვებ, ასე რომ პირობები დღესავით ნათელია. თუ გინდა ერთიან ბაზარს შეუერთდე და თან არ იყო კავშირის წევრი, შეხედეთ ნორვეგიის მაგალითს. ნორვეგია ერთიანი ბაზრის წევრია. ეს მათი არჩევანი იყო და სწორი არჩევანიც, რომელიც ჩემი აზრით ორივე მხარისთვის ასარგებლოა. თუმცა მათ არ ისურვეს ევროკავშირის წევრობა. ასე რომ ეს სავსებით დასაშვებია. მაგრამ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ერთიან ბაზარზე სურს ყოფნა, მთავარი პირობაა ეგრეთ წოდებული 4 თავისუფლების განუხრელად დაცვა. ასეთი გადაწყვეტილებები, რომ მიიღოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან გაბედული არჩევანის გაკეთება მოუწევს. რამდენად ხედავთ ისეთ პოლიტიკურ გაბედულებას გაერთიანებულ სამეფოში, რომ საზოგადოებას უთხრან ასეთი რამ, ვაპირებთ იმ პროცესის დაწყებას, რომელმაც შესაძლოა ისევ ევროკავშირში დაგვებრუნოს. ახალი მოლაპარაკებების წამოწყება დიდი ბრიტანეთის სუვერენული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ საამისოდ აუცილებელი წინაპირობების სავსებით გასაგებია. ჩემი აზრით ამას დრო დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის ერთად გაკეთება მოგვიწევს. მაგალითად, თავდაცვის უსაფრთხოების მომსახურების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების კუთხით. მიმაჩნია, რომ უამრავი რამ უნდა გავაკეთოთ ერთად. მე შევთავაზე კიდეც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის წამახალისებელი სააგენტოს შექმნა. ეს შესაძლოა იყოს რაღაც ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მსგავსი, ამჟამად მოქმედი ინსტიტუტების ბაზაზე, რომელიც ღია იქნება ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აღარ არიან ან ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგალითად როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თუმცა ეს ნორვეგიასა და უკრაინასაც ეხება. ნაიჯელ ფარაჟი, რომელსაც ჯერ კიდევ ბრიუსელიდან იცნობთ, ყველგან ბრექსიტსა და დიდი ბრიტანეთის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა. ახლა კი მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გამოკითხვებში დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, მან ფაქტობრივად ვერ შეძლო დანაპირების შესრულება. ეს არ გიკვირთ? ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ქვეყანაში, იმავე საფრანგეთშიც ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა მოვუყიდოთ ხელი. ეს პრობლემები კი ძალიან სერიოზულია. მრავალ ქვეყანაში ხალხი უკმაყოფილოა უმუშევრობის დონით, საჯარო სერვისებით, ჯანდაცვით, ტრანსპორტით, უკონტროლო მიგრაციით. ეს პრობლემები სწორი გზით უნდა გადავჭრათ. აი, ამით არის ფარაჟი განსხვავებული. თავის წინა საარჩევნო კამპანიის დროს ფარაჟმა განაცხადა, რომ ყოველდღე და ყოველ ღამე ყველაფერი ბრიუსელის პასუხისგებლობა იყო. ის იყო განტევების ვაცი. ეს არ იყო მართალი. და ჩვენ ფული გვექნებაო. მაგრამ ახლა ფარაჟს აღარ ყავს ეს განტევების ვაცი, თუმცა მაინც შეუძლია ხალხის პრობლემების გამოყენება. ასე რომ სწორი პასუხები უნდა ვიპოვო და სწორი მიმართულებით როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ურთიერთობის აღდგენა, რომ მართლაც დაიწყოს, რა უნდა გააკეთოს ევროკომისიის ხელმძღვანელმა. მაინც როგორ უნდა მოხდეს პარტნიორობის განახლება, თუ კი დასაშვებია, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ დღეს ისევ შეუერთდება კავშირს გარკვეული დოზით. ვიმეორებ დისკუსიის გახსნა დიდმა ბრიტანეთმა უნდა აირჩიოს და ჩვენ მზად ვართ. კარი ღიაა და თუ მოინდომებს, ახალი მოლაპარაკებები დაიწყება. საინტერესოა თუ კი დიდი ბრიტანეთი დაბრუნებას გადაწყვეტს იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვათ თავად ხალხი გააკეთებს ამ არჩევანს და იტყვის ცადეთ არ გამართლა და ისევ უკან გვინდა კავშირშიო. ეს პროცესი ისევ ნაბიჯ განვითარდება, როგორც მაგალითად უკრაინის მსგავსი ქვეყნის შემთხვევაში, თუ უმრავლესობა იტყვის კარგი რა ისინი ხომ უკვე იყვნენ კავშირში, დაჩქარებაც შეიძლებაო.
მაგრამ ამის პასუხი დიდი ბრიტანეთის ხელშია. თუ კი ამიერიდან იმ დრომდე, როცა ახალი მოლაპარაკებები დაიწყება, დიდი ბრიტანეთი მეტისმეტად განსხვავებულ სტანდარტებზე გადავას უხსათისა და უსაფრთხოების სფეროებში, მაშინ პრობლემა შეგვექმნება და ამას დრო დასჭირდება გაცილებით მეტი დრო. საქმე ისაა, რომ თუ კი ჩვენს შორის ხოვება არ იქნება, თუ კი არსებითი განსხვავება არ გვექნება, მაშინ პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ. ყოფილი წევრისთვის განკუთვნილ პროცესს ვერ შევადარებთ და ვერ ავურებთ იმ პროცესთან, რომელიც გარკვეულმა ახალმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ, რომელთაც ევროკავშირში შესვლას აქვს. და რას კარნახობთ თქვენი პოლიტიკური ინსტინქტი, როგორ გონიათ ეს საუბარი, იმიტომ დაიწყო, რომ ბრექსიტმა ვერ დადო დაპირებული შედეგები თუ დონალდ ტრამპის ფაქტორიც დაემატა, რის შემდეგაც ევროპელებმა გააცნობიერეს, რომ ერთად უნდა დადგნენ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავუმარტოთ, რომ ევროპა აღარ არის ისეთი, როგორც 10 წლის წინ იყო, როცა ის დიდმა ბრიტანეთმა დატოვა. ჩვენ უამრავი ცვლილება განვიცადეთ კარგი მიმართულებით ჩემი აზრით კოვიდის კრიზისის უკონტროლო მიგრაციისა და 15 წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის გამო, რომელსაც დაემატა ომი, რუსეთის აგრესია უკრაინაში. შესაბამისად, თითოეულ ხსენებულ კრიზისს ევროკავშირმა ჩემი აზრით სწორი პასუხი გასცა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ასეთი აგრესიულია ჩვენ მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, რათა დავწმუნდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. იმიტომ რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამერიკა აღარ მოვა ევროპის დასახმარებლად. ნება მომეცით გითხრათ, ერთმანეთში ნუაურევთ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები დავრჩებით. გჯერათ, რომ ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდება ტრამპის შემდეგ? ამის იმედი მაქვს. მაგრამ ბრექსიტის შემდეგ მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც ევროკავშირიდან გასვლის აზრი აღარ არის პოპულარული. აღარ გვესმის რამე საფრანგეთისა თუ იტალიის გასვლაზე ეს აზრი ფაქტობრივად გაქრა. ევროკავშირში პოპულისტები ახლა მის შიგნიდან შეცვლაზე საუბრობენ და არა კავშირიდან გასვლაზე. მაგრამ პოპულისტები ზოგჯერ ჭკვიანები არიან და იციან, რომ იმ ყველაფრის გამო, რაც მსოფლიოში ხდება ჩვენ ირგვლივ, იქნება ეს ტრამპის ფაქტორი, ჩინეთის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა თუ რუსეთის აგრესია, იმის საფუძველს ქმნის, რომ ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერი ვართ და უკეთ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ფასეულობებსა და კონტინენტს. ეს ყველასთვის ცხადია. მაგრამ არ მგონია, რომ საფრანგეთის პოპულისტებმა, როგორც უკიდურესმა მემარჯვენე, ისე უკიდურესმა მემარცხენე ნაციონალისტებმა აზრი შეიცვალეს. ქალბატონმა ლეპენმა ბრექსიტის ღამეს ბრიტანელ ხალხს მილოცვა გაუგზავნა. თქვა, რომ მათ ეყოთ გამბედაობა, რათა თავი დაეღწიათ ევროპული მონობისგან. ამიტომ არ მგონია, რომ მათ აზრი შეიცვალეს. ამ ხალხს უკიდურეს მემარჯვენეებსა და უკიდურეს მემარცხენეებსაც ევროკავშირის დაშლა სურთ. ევროკავშირის დაშლა უნდათ? ისინი ნაციონალისტები არიან, ნაციონალისტები. თქვენი აზრით, დღესაც კი, როდესაც ბარდელას სახით პოტენციურად ახალგაზრდა კანდიდატს ვხედავთ, რეალურად მათი პლაცდარმი არ შეცვლილა? მე არ ვიცი ვინ იქნება კანდიდატი, მათი პრობლემა ის არის, რომ არაფერი შეცვლილა? პრობლემა პროგრამისა და იდეოლოგიის არსია. მათ ევროკავშირის დაშლა სურთ, ისინი ანტიევროპელები არიან. თქვენი აზრით, თუ კი ისინი მთავრობაში მოხვედრას შეძლებენ, ეს ფაქტობრივად ფატალური იქნება ევროკავშირისთვის როგორც კონსტრუქციისთვის. ასე ფიქრობთ? მოусმინეთ ბატონ ბარდელას, რომელიც ახლახან ახსენეთ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საფრანგეთის ევროკავშირის ბიუჯეტში შესატანი წილის განახევრება უნდა. ეს ნიშნავს, რომ მას ევროკავშირის დაშლა სურს. სწორედ ეს იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი. გამოდის, რომ 2027 წლის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნები იქნება ამ ქვეყანაში. ამას ფინანსური ბაზრებიც ელოდებიან. არა მხოლოდ საფრანგეთისთვის. არა მხოლოდ საფრანგეთისთვის. ის ხომ ევროკავშირის ცენტრალური ქვეყანა და დამფუძნებელი წევრია. სათხედავთ თქვენს როლს ამ არჩევნებზე და კიდევ გავიმეორებ, რაც ახლა განაცხადეთ, რომ მათ ევროკავშირის დაშლა სურთ. ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია. ჩემი როლი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, სადაც ახლა ვიმყოფებით და ფრანგულ დებატებში, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი, არის მემარჯვენე ცენტრისტების ერთიანობისთვის მუშაობა. რადგან მგონია, რომ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა და ერთ პროგრამაზე ყურადღების გამახვილება არის ერთადერთი გამოსავალი, რათა თავიდან ავიცილოთ ის წარმოუდგენელი დუელი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში გაიმართება ნაციონალისტების ორ კანდიდატს შორის. რამდენად შეიძლება ამას ეგზისტენციალური საფრთხე ვუწოდოთ, რომელიც ემუქრება საფრანგეთსა და შესაბამისად ევროკავშირსაც? ჩემი აზრით, ეს დრამატული იქნება როგორც საფრანგეთის, ისე ევროპისთვის. თავად აქტიური როლის შესრულებას აპირებთ? არ მინდა ეს დებატები პერსონალურ დონეზე დავიყვანო, მე აქტიურ როლს ვასრულებ. დიდი მადლობა ბატონო ბარნიე, რომ გადაცემაში გვესტუმრეთ.